დაუბრუნდით, ნინა შემოგვიერთდა. გამარჯობა. ჩვენი სტუდიის მართულობით ალბათ მიხვდით დღეს საუბრო თემა რა იქნება, ეს იქნება საქორწილო კაბები და საერთოდ ქორწილებთან დაკავშირებული ყველანაირი მორთულობები, ასევე ჩვენთან ერთად არის ხათუნა ცხონდია, ხათუნა მე ჩავინიშნე ზუსტად შენი თუ შეიძლება შენ თვითონ რა თქვა კარგად, იმიტომ რომ იმ ტიტრის ფურცელს ვერ პოულობ, რა ქვია ზუსტად შენს ყვავილების სალონი ფიორი. და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ქორწილზე, რადგან ოკეის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, სპეციალურად ფეშინისტა დაუთმეთ ქორწილებს, რადგან ეს არის ქორწილების სეზონი და ჩვენი მკითხველისთვის განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის ქორწილი. ლუქსური ქორწილი, ბაღში როგორ გავმართოთ ქორწილი, garden wedding-ი და აგრეთვე low budget wedding-ი, როდესაც თქვა არ გვინდა დიდი თანხის დახარჯვა და გვინდა რაღაცა მოგზალებული ქორწილის გაკეთება და ზუსტად აქ გვაქვს ყველაფერი განხილული, საინტერესო და ლამაზად ნაჩვენები ჩვენს ფეშენისტაში. ძალიან კარგი. და ახლა შემოვიწვიოთ ჩვენი პატარძალი. ასე დილიდან აანონსებს რომ მისი ქორწილია და თუ შეიძლება ვთქვა. სად არის ჩემი საქმრო? ძალიან ხაიგული მაკლია. ორგანზის კაბა, რომელიც არის ხელით მოხატული გოგოების კაბარდი. ძალიან ლამაზია და ელეგანტური. მე მგონი განსაკუთრებით სადღესასწაულო იერს ძენს ძალიან ნაზიჰაეროვანი და ლამაზია. რა მაკლია თაიგული. თაიგულს ეშველება, თაიგულება აუცილებლად. მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანი კომპონენტი გაკლია ყველაზე მეტად. თავარი. სასიძო მოვა სასიძო. კარგი, სანამ სასიძო შემოგვიერთდება. ველოდებით? ხო, აბარა. კარგი. აი სასიძოს არ ველოდებით, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ქორწილებს, უფრო ქალების კუთხით. თუ რა ჭირდება პატარძლებს, რა გჭირდება გოგოებს, ძალიან მნიშვნელოვანი დღისთვის. ან ესეთი მნიშვნელოვანი დღისთვის ლამაზი და ძალიან დამამახსოვრებელი ქორწილი. სხვათა შორის მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ არ მიყვარს ქორწილები. არ მიყვარს ქორწილებში სიარული და მე თვითონაც სულ ამბობდი, რომ ქორწილი არასდროს მექნება. შესაბამისად, არასდროს მიოცნები აი თეთრ ესეთ ფუშფუშა კაბებზე, სადედოფლო კაბაზე და ახლა ეს რომ მოვირგე. ეს კაბა ესეთია, მე მგონი რომ არ არის ძალიან ფუშფუშა, საკმაოდ ელეგანტური არის. და მე ვფიქრობ ქორწილში შეგიძლია ჩაიცვო და რაღაც ისეთ წოულებაზე. ხო, შეიძლება. თავისუფლად, რადგან არ არის გამოკვეთილი რომ მარტო ქორწილის კაბა იყოს. ნინო, აი ვიწყებთ ქორწილისთვის მზადებას. მოდი მივყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად, არწმუნებული ვარ ახლა გოგონები და ქალბატონები გვიყურებენ ყურადღებით და გვისმენენ, იმიტომ რომ მათთვისაც რაღაცა კონკრეტულად შევეცდით. მით უფრო ისინი, ვინც უახლოეს მომავალში ქორწილს გეგმავენ, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი რეკომენდაციები. კი, ნამდვილად და ყოველთვის, როდესაც ქორწილის ორგანიზებაზე მიდგება ხოლმე საქმე, ეს არის წყვილისთვის თავის ტკივილი, დაძაბული დღეები, დიდი თავსატეხი და ასე შემდეგ, ასე რომ სასარგებლო ბლოკიც გამოგვია. რითი ვიწყებთ ქორწილისთვის მზადებას, მოდი. პირველ რიგში ვარჩევთ საქმრო რა თქმა უნდა ეს ლოგიკურია. შემდეგ საჭირო. მაშინ შემდეგ რა გარჩეული ჩეული ყავს, გადავდივართ და ზირთად გოგონები იწყებენ ფიქრს თუ როგორი კაბა უნდა ეცვეთ ქორწილში. პატარძლის ნომერი პირველი საზრუნავი მაინც ეს არის, როგორი უნდა იყოს მისი კაბა. როგორი უნდა იყოს. იცი, საერთოდ ეხლა ძალიან მოდაში არის რეალურად მარტო კაბაზე კი არ ფიქრობენ კონცეფციაზე, თუ როგორი სტილის ქორწილი უნდა იყოს. თუ თქვათ, უნდათ luxury wedding-ი, რომელიც თქვათ აქ გვაქვს განხილული, იწყებენ ფიქრს luxury wedding-თან, როდესაც გვაქვს საქმე, არის ყოველთვის დიდი კაბები. ძალიან პომპეზური და მორთული თავისი თვლებით, აი როგორიც გვაქვს მარიგოლდის კაბების სტუდიაში, საკმაოდ მდიდრული კაბებია, მორთული მარგალიტებით, თვლებით, დიდი შლეიფით და ანუ ძალიან სადღესასწაულო. ანუ როგორც ვთქვათ, ესე იგი Cinderella stories კაბა. და როდესაც პატარძალი ასეთ კაბაშია გამოწყობილი, ბუნებრივია, რომ იქ შესაბამისი უნდა იყოს ინტერიერი, თაიგული და ის ლოკაციაც ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც ქორწილი იქნება გამართული. და რეალურად ბრენდები, ვთქვათ, რომელიც luxury wedding-ის კონცეფციაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და
გოგოები ესე ფიქრს იწყებენ თუ არა, მიდიან ელისაების კაბებზე, კაბებზე, მიდიან ოსკარ დე ლა რენტას კაბებზე, რადგან ისინი და პრონოვია ჩვენ თვითონაც გვაქვს აქ ირინა შეიქცეცია პრონოვიას კაბა, რომელიც ძალიან კაბაკაცია ქორწილით შესაბამისად მასშტაბურობით აქ გამომდინარე, ხო, როდესაც გვაცვია ესეთი ელისაების სტილის კაბა და ძირითადად ეს ტენდენციები ამ კოლექციაში გათვალისწინებულია ამ ორ კაბაში, ეს ელისაების სტილი. შემდეგ იწყებენ ფიქრს თუ სად უნდა გააკეთონ ქორწილი და ძალიან ისეთი თემა არის ადგილმდებარეობა. დღეს უკვე ძალიან კარგია რომ წამოვიდა ის ტენდენცია, როდესაც მე პატარძალი არ ვზრუნავ ადგილმდებარეობაზე, იმ კონცეფციაზე, რასაც ჩვენი ქორწილი მინდა რომ ატარებდეს. მე უბრალოდ ვირჩევ იდეას და უშოთ მაქვს სურვილი, ვუზიარებ ადამიანებს, ადამიანები, რომლებიც სწორედ უნდა შეარჩიონ ეს ყველაფერი და უზრუნველყო რა თქმა უნდა ყველაფრის ორგანიზება. ანუ მიდიან უკვე ხათუნა რომ მე მინდა ხათუნა luxury wedding-ი და ამისთვის რა არის საჭირო და როგორ შეიძლება გავაკეთოთ და სად მირჩევ, როგორ მოვხდოთ, როგორ გავაფორმოთ და საერთოდ ყველაფერი ამის შესახებ რა შეგვიძლია. ანუ შესაბამისად, რა თქმა უნდა, სწორად უნდა მოხდეს იმის დაგეგმა, რომ თუ სად ჩატარდება ეს ქორწილი, შესაბამისი ან ინტერიერი უნდა აირჩიოს, ეს იქნება რაღაც კონკრეტულ ადგილას, ეხლა აი ეს რესტორანი იქნება თუ ღია იქნება თუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შესაბამისად ან უნდა იყოს ეს ყველაფერი ისე გაკეთებული და ისეთი ყვავილებით მორთული, რომ ნუ აი მართლა ის ყველა ემოცია, რაც იმ მომენტში არის ანუ იმ წყვილში, რაც უნდათ, ანუ ეს ყველაფერი უნდა გაამართლოს. ან იქიდან გამომდინარე სწორედ უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა გაკეთდეს აი მართლაც აი ძალიან ორიგინალური და ძალიან აი ესეთი თაიგულები, რომელიც უნდა გააკეთოს პროფესიონალმა ფლორისტებმა. ბუნებრივია. როდესაც თქვენთან მოდის პატარძალი, ითვალისწინებთ, ალბათ ითვალისწინებთ ბუნებრივია მის კონკრეტულ სურვილს და თქვენსას შემდეგ ხდება რაღაცა სინთეზი თქვენი და მის. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის პირველ რიგში ვეკითხებით თუ რა უნდა მას. მაგრამ ხშირია შემთხვევები, რომ კონკრეტულად იციან რა უნდა თუ აბსტრაქტულია ხოლმე მათი. არის ხანდახან, რომ კონკრეტულად იციან რა უნდათ, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ანუ აზრი შეგიცვლებინებია კი, იმიტომ რომ ნუ ეს ყველაფერი ანუ უნდა შეესაბამებოდეს, ანუ შეიძლება ისეთი რაღაცა უნდოდეთ, უბრალოდ იმ კონკრეტულ სიტუაციაში საერთოდ არ ჯდებოდეს დიზაინში. აქედან გამომდინარე, ჩვენც რა თქმა უნდა, ჩვენი რჩევებით, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს პროფესიონალები ვართ და აქედან გამომდინარე, ანუ ბევრი რჩევა მიგვიცია და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ხდება ხოლმე ისე, რომ ისინი გვაყოფილები გამოყავს და რა თქმა უნდა, გვაყოფილები. ჯონ, შენ სად გქონდა ქორწილი? ჯონ. მე ვაკფაკაშვილის მარანი თელავ. რა თქმა უნდა. იყო ესეთი გაფორმებული და ასე შემდეგ. არა, უფრო ესეთი სადი იყო ყველაფერი. დიდი აქცენტი იყო თითქმის ნახევარზე მეტი სტუმრები იყვნენ მომღერლები. ანუ საჭმელიც იყო ბევრი, მაგრამ სიმღერა არა ნაკლებად. რა თქმა უნდა, ღვინო. და ქართული ტრადიციული სტილი იყო, ქართული სუფრით და ქართული მუსიკით ალბათ, არა? კი, თუმცა თვითონ ამერიკაში საინტერესო არის თავისუფლება ზოგჯერ აი რამდენი ქორწილი შეიძლება ერთ წელში მიხვალ ქართულ სტილში აი რაღაც მიმბული ხარც გამზე თამადა კვირის არავინ არ უსმენს მე აი გადადის ტრადიციული მუსიკა რაღაცა ბრაგი და ძალიან ესეთი ჩემთვის ცოტა გაუგებრობა ცოტა დამღლელიც კი არის ხოლმე ხან ან უნდა არჩე თავისუფლებას და ხალხი მიეცის საშუალო რომ იმოგზავნო პრო ალა პორშეთის პონჩი ან დაჯეკით ერთმანეთს მოისმენთ და ქორწილში ეს ტენდენცია უფრო შემოდის საქართველოში და აი ბაღის ქორწილები გარდენვენიქს როცა ეძახით თუ ალაფუსეთის სტილში არის ხოლმე გაკეთებული ახლა მარანს ვაშენებთ თივანში ვენახში და ითვალისწინე რომ მან საქორწილო ადგილი იქნება ანუ სამზარული მანდ იქნება თავისი სალკი შემოსასვლელი და თალავერდის ქვემოთ თვითონ ვენახში კავკასიის ფონზე შეიძლება რომ ქორწილი იყოს მაგრამ ეს იდეა უფრო რაც ამერიკაში მინახია და ვფიქრობ რომ აქ კარგი იქნება. მე მომხრევა რომ როდესაც თუ გადავწყვეტ რომ გვინდა ქორწილი, მაშინ რაღაცა დეტალურად გაიარო ის ყველა გეგმა, იმისთვის რომ ეს დღე შენთვისაც დასამახსოვრებელი იყოს და ბუნებრივია მოწვევის სტუმრებისთვის. ამიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქორწინო გაფორმებას, ასე თქვა. შეგიძლიათ ხათუნა ჩვენთან მოხვიდეთ. და თან ვისაუბროთ დეტალურად.
ჩემი კაბა ხომ არ შეკიშლით ხოლმე. კარგი. რა და რა აქსესუარებით შეგვიძლია გავაფორმოთ და გავალამაზოთ ის გარემო, სადაც გეგმავთ ქორწილს? ძალიან ბევრი რაღაცით, ანუ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე რისი მომხრეც ვარ, ანუ არ უნდა გაიმეორო, თუნდაც ის რაც გაგიკეთებია. ხო. როცა აი ამ ყველაფერზე თუნდაც იგივე წყვილი მოყვება და გენდობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კიდევ უფრო თავისუფლად და კიდევ უფრო დახვეწილად აკეთებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ბუნებრივია ყვავილებზე კეთება. რა თქმა უნდა, ბუნებრივ ყვავილებზე კეთდება ყველაფერი, ანუ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს შერეული, შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტულ ყვავილზე აქცენტი. მთავარია იასამნისფერი, რაც მოიტანეთ, ეს თაიკული თვალს მსყვეთს და ვერ ვაშორებ თვალს, აი მიასამნისფერო ყვავილზე რა ყვავილია. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ძვირად ღირებული და ყველაზე ესეთი ძვირფასი ყვავილი, ორქიდეა, რომლის სახეობასაც სახელად ქვია ვანდა. და ნუ აი ამ კონკრეტული ყვავილით მართლა რომ მთელი ქორწილი გაფორმდეს, უბრალოდ ძალიან მაღალი ბიუჯეტი იხარჯება ამ ყველაფერზე და არსებობს ალტერნატივა. რა თქმა უნდა, იასამანი. რა თქმა უნდა თუნდაც. არსებობს. ალტერნატივა არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ შეიძლება თუნდაც იგივე ეს ყვავილი გამოვიყენოთ, მაგრამ თუნდაც იყოს რაღაცა იმდენად მინიმალისტურად სხვა ყვავილებთან ერთად, კომბინაციაში, ანუ არ არის აუცილებელი რომ თლიანად ამ ყველაფრით ამ ყვავილით გაკეთდეს, ანუ ეს ამ შემთხვევაში მთავარია ზუსტად იცოდეთ კონცეფცია და რა გვინდა, თორე შესაძლებელია მინიმალისტური დანახარჯებითაც მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი. ეს ულამაზეს ბუკეტია ჰორტენზიების. ეს ალბათ უფრო ისეთი არის ჰორტენზია უფრო არაძვირად ღირებული. სხვათა შორის არა, გააჩნია. ანუ თუ ეს სეზონს ემთხვევა და ეს სეზონი ანუ არის ზაფხულის სეზონი, შეიძლება იყოს ანუ ეს ქართული ყვავილებით, მაგრამ ჰოლანდიური ჰორტენზია საკმაოდ ძვირი ღირს და მინდა გითხრათ, არ ძალიან ესეთი დიდი განსხვავებაც არ არის ორქიდეას და მის შორის მართლა ძალიან ძვირი ღირს. საქართველოში არის პრობლემა, რომ ჩვენ არ აქვს წარმოებები და სათბურები, სადაც მოყავთ ბევრი ყვავილი. აქედან გამომდინარე, ძირითადად გიწევს ჰოლანდიიდან შემოტანა და ამიტომ ზვირდება. შესაბამისად ფასი იზრდება აქედან. მაგრამ სეზონიდან გამომდინარე, ანუ ზაფხულში მაინც გვაქვს ამის საშუალება, რომ არსებობს, ანუ შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ არის კონკრეტული რაღაცა სათბურები, სადაც შეიძლება, ანუ ქართული ყვავილები, ანუ მოყავთ ესეთი საკმაოდ ნორმალური ხარისხის და ნამდვილად შესაძლებელია, რომ გაკეთდეს ანუ ლამაზი კომპოზიციები იგივე იმ ქართული ყვავილით. აქ მთავარი არის იყოს სწორად გათვლილი, აი ფლორისტიკას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი იყოს ყვავილების კომპოზიცია ძალიან დიდი. შეიძლება იყოს ერთი ყვავილით და იყოს ულამაზესი. ეს შემთხვევაში და თქვენი კომპანიის შემთხვევაში არსებობს ცალკე ადამიანი, რომელიც ზრუნავს კონკრეტულად თაიგულის შექმნაზე, დიზაინერია. რა თქმა უნდა. ჩემ კომპანიაში მინდა გითხრათ, საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი დიზაინერები მუშაობენ. ანუ პროფესიონალები, რომლებიც იციან ზუსტად როგორ შეასრულონ პატარს. ჩვენ ქორწილს, ანუ კონკრეტულად კლიენტთან როგორც ესეთი შეხვედრა მიწევს მე, მათთან გასაუბრება, ანუ თუნდაც მათი გემოვნების გათვალისწინება ეს ყველაფერი და მე ეს ყველაფერი ჩვენ ანუ ყველა ერთად, რა თქმა უნდა, იქ ჩემი რაღაცა მითითებებით მათი კიდევ ასე ვთქვათ აზრის გათვალისწინებით, ანუ ერთად ვაკეთებთ ასე ვთქვათ ეს ჩვეულებრივად პროექტი იქმნება. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დღე ნებისმიერი ქალბატონისთვის და უნდა იყოს ყველა დეტალი გათვლილი. ხო, რა თქმა უნდა. ეს ყავლებსაც შეეხება, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი დეტალი ბუნებრივია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჯობია, რომ აქცენტი მაინც გაკეთდეს ნეფე-დედოფლის მაგიდაზე, თან დაკავშირებით, ანუ ის იყოს ულამაზესი. აი ამ თემაზე უფრო დეტალურად ბუნებრივია ვისაუბრებთ, თუმცა სულ რამდენიმე წუთში დაგვალოდეთ.